თითქმის ყველა ქართველი ვლოგერის ვიდეო გამარჯობა მეგობრებო იწყება. მე ვინ ვარ რომ ეს ტრადიცია შევცვალო. ხოდა გამარჯობათ მეგობრებო, ეხლა ვარ ვაზის უბანში. ეს ლუკოილის ბენზი გასამართი ბევრმა იცით ალბათ. მიხვდით რა ადგილზეც ვარ. ეხლა მიდივარ ძალიან საინტერესო ადგილზე. ანდორ პეტეფის 61 ნომერში მიდივარ. ჩემ მეგობრებთან moto travel-ში. ჩამოვიდათ ახალი ფონდები და მაგრამ მაინტერესებდა როგორც იქნა გამოვიდა ამინდი და ეხლა გაჩვენებთ როგორ უნდა მივიდეთ და ადგილზე მოტოციკლებსაც რა თქმა უნდა დავათვალიერებთ. ყველაზე მეტად მაინტერესებს Honda CRF 300 Rally. რა ბიჭია. ესე ჩავდივართ კიბეებზე. აი აქ ხდება მთელი და ამ ბიჭუნას თუ იცნობთ აბავინას ეს არის სოიჩირო Honda-ს მამა, ბაბუა და ასე შემდეგ. ეს არის NX 500. ეს ტრანსალპია 750-იანი. ეს არის CRF 300 Rally და ეს არის XADV 350. CBR 500 და Hornet-ია 750-იანი. CB 500. დასყდომა არ შეიძლება. ექშენორი პრო. ეს რა არის? რაღაც სპარის ლოგოა, ხო? ილუმინატი. რა ვახარ? ეს არის მისი უდიდებულესობა Honda CRF 300 Rally. ერთ-ერთი ჩემი აქ მოსვლის, moto travel-ში მოსვლის მიზეზიც ზუსტად ამ ბაიკის ნახვა, მაგრამ მაინტერესებდა. და ეხლა ერთად გავიაროთ რა და როგორ. ეს არის dual sport-ის სტილის მოტოციკლეტი, ანუ არ არის hard enduro, შესაძლოა ერთი შეხედვით ეგრე ჩანდეს. 21-იანი დისკი, უკან 18-იანი. არ არის hard enduro, არც adventure-ია, სამოგზაურო მოტოციკლი როგორც ტრანსალპი, ან თუნდაც აფრიკა. არის dual sport-ი, ან ჩემი პირადი აზრით საქართველოს დასალაშქრად იდეალური სტილია ეს. და მით უმეტეს Honda CRF-ი, ანუ Honda ასოცირდება ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ყველა მოტომოყვარულისთვის ასოცირდება გამძლეობასთან, დიდ რესურსთან და ზუსტად ის თვისებები ჭირდება ესეც სამოგზაურო და მოგზაობის დასალაშქრ მოტოს, რაც CRF-ს აქვს. აქ არის ასეთი ნაკლეიკა, სანამ არ მიყურებენ, ავაძრობ ჩუმად, თორე ისე არ შეიძლება. ანუ დასხდებით. ვიდეოდან გაიგებენ, ამ ვიდეოს რო დავდებ, მერე გაიგებენ, რომ დავჯექით. აბა ნახოთ. მოდით აბა ერთად ვნახოთ, როგორია შეგრძნების დონეზე. სხვათა შორის, უფრო მაღალი მეგონა, Suzuki DR-ი მყავს 400 SC და ეს DR-თან შედარებით დაბალია აშკარად, ან თავისუფლად დგავ ფეხს. სიმაღლეში ვარ სადღაც 1.84 მ და იდეალურად დგავ ფეხს, თან რო ჯდები ბაიკზე იწევს დაკიდება და ჩვეულებრივად დგავ. ჩემი აზრით ამ მოტოციკლის მართვას 1.75 მ სიმაღლის ადამიანს ჩვეულებრივად შეძლებს ისე რომ ფეხის წვერებზე არ იდგეს ესე. თუ მონდომების თემაა შეიძლება 1.60 მ ადამიანს მართოს. უბრალოდ ამ სტილის მოტოციკლეტები, dual sport-ი და ენდუროები განსაკუთრებით არ არის მაინც და მაინც შედარებით დაბალი სიმაღლის ადამიანებისთვის გათვლილი და თუ დაბალი სიმაღლის გინდათ ხშირ შემთხვევაში დაკიდების დაწევას ახდენენ ხოლმე და სკამს ცვლიან უფრო დაბალით. ხო, ეხლა გავიაროთ ტექნიკური მახასიათებლები CRF-ს რა აქვს პლუსები და ან რალი ვერსია რით გამოირჩევა. დიდი ავზი აქვს 12.8 ლიტრი ჩადის. აქვს ასევე ABS-ი
ანუ ანტიბლოკირებული სისტემა, ანუ ტორმოზების ერთი საყრდენი დისკი აქვს წინ 300 მმ 296 თუ რაღაცა, ნუ 300-ად ჩავთვალოთ და უკან 220. საბურავები დისკები არის უკან 19, არა 18 უკან წინ 21. წონა დატვირთული წონა ამ მოდელს არის დაახლოებით 150 კილოგრამი. დატვირთულში იგულისხმება სავსე ავზით. ავზი 12 ლიტრა ნახევარია და საკმაოდ მისაღები წონა დუალ სპორტი მოტოციკლეტებისთვის. თუ უფრო მჩატე გინდათ, არსებობს CRF 250 ერი 105 კილოგრამს იწონის, 250 კუბიკია და ის ბაიკი სხვა დანიშნულებით არის. ეს ბაიკი არის 300 კუბიკი და არის ძრავი დეფორსირებული იმისთვის, რომ დიდი რესურსი კონდეს და სერვის ინტერვალები კონდეს დიდი. თუ სწორად მახსოვს 8000 კილომეტრი უწერია ამ მოდელს Z-ის შეცვლამდე, მაგრამ ეგ სისულელია, რა თქმა უნდა, უფრო დაბალ კილომეტრაჟზე უნდა შეცვალოთ, ალბათ 5-6000-ზე, არ ვიცი ზუსტად ამ მოდელზე არ მომიძებნია ინფორმაცია, მაგრამ ძალიან დიდი პლუსია ეგ. ენდურო მოტოციკლეტებს Husqvarna-ს, KTM-ს ეგეც არ აქვთ ეს ფუფუნება, რომ იმას 10-15 საათში უნდა შეცვალო Z-ი მოტორ საათში. და ეს სრულფასოვანი როგორც გინდ CRF-ი ყოლიათ, გინდ სტრიტ მოტოციკლეტი. ნუ ესეთი ლამაზი მაჩვენებელი დაფა აქვს. ბრუნები, კილომეტრები. ჯერჯერობით გარბენი არ აქვს. ძალიან მაინტერესებს, ყველაზე მეტად მაინტერესებს ამ ბაიკის გატარება და თუ იქნა საშუალება და მომეცა საშუალება აუცილებლად გამოვიყენებ. ეს ტესტრაიდისთვის ეს მოდელი სამწუხაროდ არ ყავთ, არ ეყოლებათ ტრანსალპები, კი ბატონო, 750. ეს არის NX 500 ახალი მოდელია. ანუ CRF-სა და ტრანსალპ 750 შორის არის ეს დაახლოებით მაგ შუაში. რაც შეეხება ჯდომის პოზიციას, აი მუხლი თუ ჩანს ვიდეოში, არა მოქვს დიდი კუთხით მოხრილი, რაც დიდ გზაზე ჩემი სიმაღლის ადამიანისთვის კომფორტული იქნება საკმაოდ და ჩემზე შედარებით დაბალი თუ არის ადამიანი 1.80 м, 1.75 უფრო გამართული ექნება ფეხი და დიდ გზაზე კომფორტია ეგ. აი ახლა მე რო ჩემ DR-ზე შევადარო Suzuki-ს, აქ უფრო კომფორტულად მაქვს და უფრო ფართე მოტოციკლეტია, ბაკი რო დიდი აქვს. DR-ზის აქვს 9 ლიტრიანი ბაკი, როგორც მახსოვს. და ეს 12 და 8 არის, ეს 13 ლიტრი თითქმის, რაც ძალიან დიდი პლუსია და მანძილის ბევრად მეც გაივლით ამ ბავზით. უფრო განიერია, ან ჩემ DR-ზე ესე რაღაცა ენდუროსავით ვზივარ, ვიწრო არის. ეს რაღაცა ისეთი დიდი მოტოციკლეტის შთაბეჭდილებას ტოვებს, იმისა მიუხედავად, რომ არ არის დიდი გაბარიტების და სუბუქიც საკმაოდ სუბუქია, ანუ არაფერი არ არის ეს. ჩვეულებრივ სტრიტ მოტოციკლეტთან შედარებით, ჩათვალეთ, რავი 40 კი 50 კილოგრამით დაბალი წონის მოტოციკლია და იმართება ჩემი თავარი პრიორიტეტი მოტოციკლის არჩევისას სპეციფიკაციებში არის წონა. ანუ ჩატე ბაიკების მოყვარული ვარ, იმიტომ რომ ჩატე ბაიკები იმართება აი პეპელასავით, ანუ როგორც გინდა, ისე მართა აი ველოსიპედივით. ძალიან მოქნილია. აი ახლა ტრანსალპზე რო გადავჯდე, ამასთან შედარებით ჩემთვის ბეგემოტია ის. ვიღაცისთვის აფრიკას თუ შევადარებ და ტრანსალპს, აფრიკა იქნება ბეგემოტი. ეგ გემოვნების თემა, მაგრამ ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს. მე პირადად აი ახალის რომ ჩუქნიდნენ ამას ან ამას ან აფრიკას ამას ავიღებდი. იმიტომ რომ ჩემთვის უფრო გამოყენებადი მოდელი ეს არის საქართველოსთვის. შორმანძილზე სამოძრაოდ კი ბატონო აფრიკა, გინდა ტრანსალპი, შეგიძლიათ ევროპაც დაიპყროთ. ეს არის Honda NX 500, CB500X-ის თანამედროვე ვერსია, CB500X-ი Honda ამოიღო წარმოებიდან და დაერქვა NX 500. ანუ CB500 სამი ვარიაცია გამოდიოდა,
იყო CB500F-ი, CB500X-ი და ანუ მესამე CBR500 იყო. ნუ იდეაში იგივე ძრავი დგას ყველგან. და ეხლა უკვე NX სერია მიანიჭეს შედარებით სამოგზაურო ვერსიას, რომელსაც განსხვავება აქვს ის რომ საქარი აქვს, აქ ეხლა შუშა არ აყენია. საქარი აქვს უფრო მაღალი, ეს ფაირინგი აქვს, ქარისგან უფრო დაცული რო იყოს. დაკიდების სისტემაშიც არის მცირე სხვაობები და სვლა დაკიდების სისტემაში უფრო მეტი მილიმეტრები აქვს სვლა, ზუსტად ციფრები არ ვიცი. CB500X-თან შედარებით, რაც მომეწონა აქ არის, რომ უკვე ABS-ი აქვს ამას და 2 დისკიანი მოხრუჭი აქვს. CB500X ერთიანი ქონდა და ეს დიდი ის არის წინსვლა, ნუ ABS-ი თავისთავად. და კიდე ამ მოდელს აქვს, რაც ამ ბიუჯეტის მოდელისთვის ძალიან გასაკვირია, traction control. ამ ბიუჯეტის და ამ სეგმენტის მოტოსთვის traction control-ი ფუფუნება. ეს ძრავი, ანუ CB500X-ის ძრავი არის ლეგენდა ფაქტობრივად. ჩინური მოტოციკლეტები რაც კი არიან 450-იანი, 500-იანი ძალიან ბევრი არის ამ ძრავის კოპიო რა. ამ ძრავიდან აქვს დაკოპირებული. კოვე, ვოუჯი, ანუ ეს ძრავი აქვს აღებული და მაგ მოტოციკლებს ჩინურ ბრენდებს, ანუ რომელშიც ეს ძრავი დგას, არის უღალატო ყველა. ჩინელებმაც კი ისე კარგად დააკოპირეს ეს, რომ ძალიან მაგარი გამოუვიდათ. ეს არის ტრანსალპი 750 ახალი ვერსიაა, ეს განახლებულია, ოქროსფერი დისკები. ეს ყვითელი ზოლი, ძალიან ლამაზი ფერია. რაღაც ნარდო გრეის გავს, ნოღია. და ფარი აქვს განახლებული, ან შორიდან შეიძლება პატარა აფრიკაც გვეგონოს. აფრიკას აქვს ეს ამის მსგავსი ფარი, უფრო ფართი. წინა თაობასთან შედარებით ვიზუალი ბევრად დახვეწილი აქვს. ამას ეს მოდელი ვატარე შარშან და ნუ დიდი რაიდი არ ქონია, უგზოობაში არ გადასულა, მაგრამ ასფალტზე რაც ვატარე ძალიან მომეწონა. შორგზაზე სიამოვნებით წავიდოდი ამით ევროპას დაიპყრობდა კაცი ამით. ან NX-ით, მაგრამ მე რაღაც ცოტა NX-ი უფრო მომწონს, იმიტომ რომ წონაშია კარგი სხვაობა, ეს დატვირთულია 208-209 კილო და ეს არის სადღაც 185 თუ რაღაც ეგრე და კარგი სხვაობა. წეღან ვიჯექი და იგრძნობა, რომ ეს მოტოციკლეტი ბევრად შეგრძნების დონეზე მჩატე. ეს არ მიტარებია, მაგრამ შემპირდნენ ბიჭები, ამინდები რომ გამოვა, აუცილებლად გავატარებ ამ მოდელს და ვიდეოს გადავიღებ, შემოგთავაზებთ ჩემ აზრებს და შეგრძნებებს გაგიზიარებთ. ეს არის CB650R. ამ დახვეწილია დემატო აი ეს ლამაზი კოლექტორები აქვს. ამ დახვეწილია დიზაინი. და ეს კიდე ამას ყველა საინტერესო რაც აქვს, Honda E-Clutch. შეგიძლიათ როგორც ჩვეულებრივად ტრადიციული გადაბმულობის ბერკეტი გამოიყენოთ, ან ამის გარეშეც ჩვეულებრივად იქნება. ჯერ არ მიტარებია E-Clutch-იანი მოდელი და ვერ გეტყვი ზუსტად, როგორც ვიცი, როგორც მითხრეს ბიჭებმა, რაღაც სიჩქარე ჭირდება მოტოს, რომ 30 კილომეტრი რომ E-Clutch-ი გააქტიურდეს და რომ ჩაირთოს. ნუ პირადად ზუსტად არ ვიცი, ეხლა ვერ დავადასტურებ მაგ კილომეტრაჟებს, მაგაზე არ გამომეკიდოთ. დიდი მონიტორ. ეს არის CBR500-ი, 2 ცილინდრიანი. ეს არის Kawasaki Ninja 400-ის კონკურენტი, ასე ვთქვათ. ეხლა სხვათა შორის უკვე CB500R 4 ცილინდრიანიც დაანონსა, Honda Mosaic-ში ეყოლებათ უკვე ეს. ეს კი Maxi სკუტერია, Honda X DV350.
თუ X-ი არ აქვს წინ. იქ ADV 350. ეს არის აფრიკა, ვისტრომი, სუზუკი, იქეთ ტრანსალპი, ესენი გაქირავების მოტოებია. თუ გენდობთ ტურში წასვლა მეგობრებთან ერთად, შეგიძლიათ მომართოთ Moto Travels.